პირველად ქართული სნოუბორდის ისტორიაში ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს 7 გზის ჩემპიონმა მალხაზ ნაზღაიძემ ესპანეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ქულები თურქეთში მსოფლიო თასის ეტაპზე მოიპოვა. ქართულ სნოუბორდის დავით ერაძე შეხვდა და ესაუბრა და მეც კითხვით სწორედ მასთან გადავდივარ. დავით, რამდენი ხანია რაც ქართველი სპორტსმენები სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე ცდილობენ მოხვედრას? ისტორია საკმაოდ დიდი ხანია დაიწყო და დაიწყო საკმაოდ საინტერესოდ თავად ქართველი სპორტსმენი როგორც ამბობს მისი სნოუბორდი დაინტერესება იმ საგზაო ნიშნით დაიწყო რომლიდანაც გამოთალა სახელდახელო კუსტარული სნოუბორდი ამის შემდეგ უკვე მისით დაინტერესდა უკვე საქართველოს სნოუბორდის ფედერაცია და აჩუქეს სპორტსმენს პროფესიონალური სნოუბორდი სწორედ აი ამ 8 წლიანი ასე ვთქვათ სამოყვარულო ნაბიჯები დაფასდა სპორტსმენის და პირველად ქართული სნოუბორდის ისტორიაში ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება ბარსელონას მახლობლად გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს უძლიერესი სნოუბორდისტები შეიკრიბებიან. გუდაურში თოვლი არ არის და ვერ ვარჯიშობთ საქართველოს ვერსა და არ გვაქვს თოვლზე არ მაქვს ნადგომი 1 წელია რაც თურქეთიდან ჩამოვედი და რაც ის შეჯიბრი მოვიგე შარშან იმის მერე თოვლზე არ მდგარ ვარ და ძალიან რთულია მსოფლიოზე ჩახვიდე და გამოხვიდე მსოფლიოზე აი სრულად არაფრით რა ანუ ეს ძალიან რთულია რა და აი ავიცი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ გამოვიდე მსოფლიოზე და რაღაცა შედეგის მაინც ვანახო. ძალიან დიდი ხანია ვწავლობთ ამაზე და შრომობდით რომ აგვიღო მოგვეპოვებინა ქულები რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გავსულიყავი და ჩვენ შარშან დავდეთ ის შედეგი 50 ქულა მოვიპოვე და მივგზავრებით მსოფლიო ჩემპიონატზე ლამულინაზე და ძალიან მოხარული ვართ რომ საქართველოს დროშა აფრიალდება ლამულინაში და მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველები თავის სიტყვას იტყვიან. გარდა იმისა, რომ თავად სნოუბორდის სპორტის საკმაოდ ძვირადღირებული სახეობაა და ფედერაციას ფაქტობრივად საკუთარი ხარჯებით უწევთ დაფინანსება და ამ ძვირადღირებული ეკიპირების შეძენა მათ წელს ამიდმაც არ შეუწყო ხელი, როგორც ინტერვიუდანაც მოისმინეთ, ქართულმა სპორტსმენებმა საქართველოში ფაქტობრივად შეკრებაც ვერ გაიარეს და მხოლოდ ახლა უკვე 5 იანვარს გაემგზავრება ნაზღაიძე სტამბულში გასამართ უკაცრავად თურქეთში გასამართ მსოფლიოს თასის კიდევ ერთ ეტაპზე საერთაშორისო ტურნირზე და უკვე ამის შემდეგ პირველად ქართული სნოუბორდის ისტორიაში ეს სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობა.